ჭეშმარიტად უფალო, არვინ არის შენი მსგავსი. ვაკურთხებ შენ სახელს. მოგიხმობთ დღევანდელ დღეს შენს ეკლესიაში, ჩვენო უფალო და ჩვენო მწყემსო კეთილო იესო ქრისტე. მადლობა რომ მოგვიყვანე დღევანდელ დღემდე. მადლობა რომ შენ შეგვიბი ამ ადგილას შენი ეკლესია. ჩვენ თაყვანს გცემთ და ვაკურთხებთ შენს წმინდა სახელს. შენ სულმა წარმართოს ჩვენი გულები, ჩვენი ყურები შენი სიტყვის მოსასმენად. უფალო ღმერთო შეეხე ჩვენს გულებს და ჩვენს ბაგეებს, ჩვენს ყურებს, რათა განათდეს და გაცხადდეს შენი ნება, შენი სიტყვა დღეს ამ ადგილას თითოეულ ჩვენთაგანში, რათა გქონდეს შენი სიტყვით, შენი რწმენა და ვიყოთ შენი წმენით და შენი ნებით, შენი მომსმენ და მორჩილი, რათა ყოველთვის და ყველაფერში შენ გქონდეს პირველობა ჩვენს გულში და ჩვენს ცხოვრებაში, შენ გქონდეს ყველაფერში დიდება და თაყვანისცემა. მამაო, ძეო და სულოწმინდაო. ამინ. დიდება ჩვენს უფალს. თქვენ შეგიძლიათ გადაშალოთ საღვთო წერილი. ახალი წლის პირველივე კვირა დღეს ლუკას სახარების მეოთხე თავი. კითხულობ მე-18, მე-19, მე-20 და 21 მოუს. ეს არის ადგილი, სადაც არის აღწერილი, როდესაც ჩვენი უფალი იესო ქრისტე შევიდა სინაგოგაში და გააცხადა ის ნება, რომელშიც არის ჩადებული ჭეშმარიტება და მოდი მოვისმინოთ ამ ჭეშმარიტების შესახებ. მაშასე ლუკას სახარება მე-4 თავი, კითხულობ მე-18 მუხლიდან. უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან ცხო გლახაკდა სახარებლად, მომავლინა გულშემოსვლელთა განსაკურნებლად, ყვეთათვის თავისუფლების და ბრმათათვის თვალის ახელის გამოსაცხადებლად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად, უფლის შეწყალების წლის გამოსაცხადებლად და დახურა წიგნი, გადასცა მსახურს და დაჯდა ყველას თვალის სინაგოგაში მისკენ იყო მიპყრობილი და დაუწყო ლაპარაკი მათ. დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ რომ მოისმინეთ. ეს სიტყვები განაცხადა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ. მიაღწევთ ყურადღებას. მისკენ იყო ყველას თვალები მიპყრობილიო და აღსრულდა ეს წერილიო, თქვენ რომ მოისმინეთო. და რაზე ველაპარაკებოდა, რაზე ელაპარაკებოდა უფალი იესო ქრისტე. უფალი იესო ელაპარაკებოდა მის მთავარ მოსვლის მისიაზე და მე-19 მუხლი უფლის შეწყალების წლის გამოსაცხადებლად. და სწორედ აი აქედან ავიღეთ დღევანდელი ქადაგების სახელი და დავარქვით ქადაგებას უფლის შეწყალების წლის გამოცხადება. ასეთია დღევანდელი ქადაგების სათაური. დასაწყისივე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცო ჩვენი უფლის იესო ქრისტეს და მაცხოვრის შობა და ასევე ახალი წელიც. ვინაიდან შობა და ახალი წელი ეს ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ქრისტეს შობიდან 2025 წელი მოვიდა, ანუ ვიმყოფებით. დღევანდელი დღე 5 იანვარი არის ახალი წლის პირველივე კვირა. და საღვთო წერილს მიხედვით ყოველი პირველი ეკუთვნის ვის? უფალს ეკუთვნის. ამიტომაც მადლობა ღმერთს, ჩვენს უფალს, პირველ რიგში ქრისტეს შობისათვის და მისი შობიდან 2025 წლისთვის და ამ ახალ წლის პირველი კვირისთვისაც, სადაც ჩვენ შევიკრიბეთ, სადაც მოგვეცა შესაძლებლობა შევიკრიბოთ სახურებისათვის ღვთის წინაშე და ღვთის სიტყვის მოსმენისათვის. სწორედ უფალი არის შემოქმედი და
მისგან მოდის ყოველივე ახალი. ის არის ალფა და ის არის ომეგა. ის არის დასაწყისი და ის არის დასასრული. ყოველივე მისგან, ყოველივე მის მიერ და ყოველივე მის მიმართ არის. ასე დაწერილი 1 კორინთელთა 10:26 მუხში უფლისაა მიწა და მისი სავსება მათ შორის ეს ახალი წელიც ვიფასნო. 2025 წელიც და დღევანდელ ახალი წლის პირველი დღე, კვირა დღე. ამიტომაც ყოველთვის თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ეს ახალი წელი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წელია. და არა ზოგიერთს ნიშნავს, მე ყოველთვის ამას ვამახვილებ ყურადღებას და ყოველთვის თუ მიწევს ქადაგება ახალი წლის დღეებში ვამბობ, ეს წელი არ არის ზოდიაქოს ნიშნების ქვეყნიერება ამბობს, რომ და აღნიშნავს ზოდიაქოს ნიშნებით მაგალითად ის ამბობს, რომ გველის წელია და რეკლამას უკეთებს, მაგრამ ჩვენ ქრისტიანები ვამბობთ და ვაცხადებთ, რომ ეს ახალი წელი და ყოველი ახალი დღე არის ჩვენი უფლის იესო ქრისტესი. ქვეყნიერება ამბობს, ახალმა წელმა მოიტანოს კურთხევა, მეკვლა მოიტანოს კურთხევა, მაგრამ ჩვენ ქრისტიანები ვამბობთ, ახალ წელს არ შეუძლია კურთხევის მოტანა. არც ადამიანის მიერ შექმნილ მეკვლეს შეუძლია კურთხევის მოტანა. არც ზოდიაქოს ნიშნებს არ შეუძლია მოიტანოს კურთხევა. არამედ მხოლოდ და მხოლოდ შეუძლია კურთხევა მოიტანოს შემოქმედს. მხოლოდ და მხოლოდ შეუძლია მოიტანოს კურთხევა უფალ იესო ქრისტეს. მხოლოდ და მხოლოდ მას შეუძლია მოიტანოს განკურნება. მხოლოდ და მხოლოდ მას შეუძლია მოიტანოს ცვლილებები. მას შეუძლია მოიტანოს განთავისუფლება. მას შეუძლია მოიტანოს გადარჩენა. ასეა დაწერილი მოციქულთა საქმეების 4:12 მუხში, სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა, არც კურთხევა, არც განკურნება, არც განთავისუფლება, არც ბედნიერება, არ არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავჩებით, რომლითაც ვიკურთხებით, რომლითაც ვიღებულობთ განთავისუფლებას. ეს სახელი არის მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტე. სწორედ მას მიენიჭა ყველა სახელზე უზენაესი სახელი, რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიგოს ყოველმა მუხლმა ზეციერისა, მიწიერისა და ქვესკნელისა და ყველა ენა მაღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი. ძვირფასნო დებო და ძმებო, ახალი წლის დღესასწაულის ლეიტმოტივი იესო ქრისტეა და მხოლოდ მას ეკუთვნის დიდება. ამიტომ ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ყოველი ახალი წლის დადგომა არის იესო ქრისტეს შობის აღმნიშვნელი ზეიმი. სწორედ ქრისტეს შობიდან გადავედით 2025 წელში, ვინაიდან ეს წელთაღრიცხვა ითვლება ქრისტეს შობიდან. ვხვდებით თუ არა, ჯერ ქრისტე დაიბადა და შემდეგ დაიწყო ახალი წელთაღრიცხვა. ჯერ იესო უნდა დაიბადოს ჩვენს გულებში და მხოლოდ მისი დაბადების შემდგომ იწყება ჩვენი ცხოვრების ახალი წელთაღრიცხვის ათვლა. ვინაიდან მისი დაბადებისას მოგვეცა დიდი იმედი ახალ წელს, უფლის შეწყალების წლის გამოცხადების იმედი. ეს იმას ნიშნავს, რომ უფლის იესო ქრისტეს შობამ შეცვალა ძველი და მოიტანა ახალი წელი, ანუ უკეთესი წელი. დღეს ქვეყნიერებაზე ყველა მოლოდის შეცვლილებების, როცა ახალი წელი დგება, ყველა ელოდება რაღაც ცვლილებას, მოლოდის, ეუბნება ძველმა წელმა წაიღოს ყველაფერი ცუდი, ახალმა წელმა მოიტანოს ყოველივე ახალი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ახალ წელს არ შეუძლია არაფერი თვითონ ახალ წელს მოიტანოს ცვლილება. და როგორც ვამბობთ, რომ ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ ახალ წელს ელოდება და ოცნებობს ახალს, კარგს, მაგრამ მარტო ლოდინი და ოცნებებით არ მოდის ცვლილებები ჩვენ ცხოვრებაში. თუ ადამიანმაც არ გააკეთა სწორი არჩევანი ცხოვრებაში. დავიმახსოვროთ ერთი რამ, მხოლოდ უფალთან ყოფნით და უფალთან ურთიერთობით, მასთან ერთად ცხოვრებით, მის ნებაში დარჩენით, შეგვიძლია ვიყოთ კურთხევლები და ვიყოთ ბედნიერები. ამიტომ უფალს უნდა ჩავეჭირდოთ. მას უნდა მოუხმობთ ახალ წელს ჩვენ ცხოვრებაში და ჩვენ სახლებში.
ვინაიდან მხოლოდ მას აქვს ძალა შექმნას ახალი ჩვენს ცხოვრებაში. მხოლოდ მას აქვს ძალა მოიტანოს სიახლე ჩვენს ცხოვრებაში. ამიტომაც, როდესაც ანგელოზი გამოეცხადა მწყემსებს და აუწყა ქრისტეს შობა, გახსოვთ როგორი სიტყვებით ახარა ანგელოზმა? ნუ გეშინიათ, აჰა გახარებ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნებაო. ეს დიდი სიხარული გვეკუთვნის დღეს ჩვენ ქრისტიანებს. ვინაიდან ქრისტეში აღსუდა წმინდა წერილი, სწორედ იესოს შობით დადგა ახალი წლის გამოცხადება. რა არის ეს ახალი წელი, რომელის შესახებაც ჩვენ ვლაპარაკობთ? ეს არის ისაც დასაწყისში წავიკითხეთ ლუკას სახარების მე-4 თავის მე-18 მუხლიდან. იესოს შევიდა სინაგოგაში, აიღო ესაა წინასწარმეტყველის წიგნი და ხმამაღლა აცხადებს ახალი წლის გამოცხადების შესახებ. უფლისწულია ჩემზე, ვინაიდან მან მწყო გლახაკთა სახარებლად, გულშემოსრულთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის გასათავისუფლებლად, ღრმათათვის თვალის ახლის გამოსაცხადებლად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად და უფლის შეწყალების წლის გამოსაცხადებლადო. ვირფასოდებო და ძმებო, ეხლა გვესმის, თუ რატომ ახარ ანგელოზმა მწყემსებს იესოს ქრისტეს შობა იქნება დიდი სიხარული ყველა ხალხისათვისო? ეს სიხარული იქნება გლახაკთათვის, ეს სიხარული იქნებოდა გულშემოსვლილთათვის, ეს სიხარული იქნებოდა ტყვეთათვის, ბრმათათვის, ჩაგრულთათვის და ყველასთვის, ვისაც ესაჭიროება ეს წყალობა. ვინ არის ეს ადამიანთა კატეგორია, რომელიც ჩამოთვლილია აი და რომელიც შესახება ჩვენ წავიკითხეთ ლუკას სახარების მე-4 თავიდან. ეს კატეგორია ადამიანთა ითეული ჩვენ ვართ. ჩვენ ცოდვილები ვართ. სწორედ იესოს შობა მოიტანა პასუხი ყველა ადამიანის საჭიროებაზე ძვირფასნო. სწორედ იესოს შობა მოიტანა ახალი წელი, სადაც გამოცხადდა ჩვენი შეწყალება, ჩვენი განთავისუფლება, ჩვენი განკორნება. ამიტომაც მოციქული პეტრე გვასწავლის 1 პეტრეს მე-2 თავის მე-10 მუხლში, ოდესღაც რომ არა ხალხი იყავით, ახლა დღეს ღვთის ხალხი ხართო. ოდესღაც ანუ ძველ წელში არა შეწყალებულნი იყავით, ახლა კი ახალ წელში, რომელიც ქრისტემ მოიტანა, ქრისტემ გააცხადა, ახალ წელში შეწყალებულნი ხართ. თქვენი სახელი ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში. და ეს იმიტომ, რომ დავითის ქალაქში ჩვენთვის იშვა მაცხოვარი, უფალი იესო ქრისტე. ამიტომაც ეს დღე და ყოველი ახალი წელი არის განსაკუთრებული, არა იმიტომ, რომ ახალი წელი დადგა, არამედ იმიტომ, რომ იესო ქრისტე და იესო ქრისტეს შობიდან ყოველი ახალი წელი და ყოველი ახალი წელი სწორედ მისი შობიდან მოვიდა. ანუ ეს წელი იმიტომ არის განსაკუთრებული, რომ იესო ქრისტე დაიბადა ჩვენთვის ამ მიწაზე. ქართულ ენაში კარგად დღეს ეს სიტყვა დღესასწაული, ხო? ანუ დღე და სასწაული. თუ დავყოფთ. ნამდვილად ქრისტეს შობით ყოველი ახალი დღე და ახალი წელი გახდა განსაკუთრებული დღე. ეს დღე გახდა დღესასწაული, როდესაც ღმერთის აღთქმები სრულდება. დღე, როდესაც გვეწოდა რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, წირხვედრილი ხალხი და დღეს ამ მიწაზე ვართ მოწოდებულნი ის ეკლესია გამოვაცხადოთ ეს ახალი წელი. ყოველი ეს რასაც ვლაპარაკობთ, უნდა მივიღოთ ჩვენ რწმენით. ხოლო სხვანაირად ვერ გავიგებთ ქრისტეს შობას. ახალი წლის სიხარულს ვერ გავიგებთ. ამიტომ დღეს გვესმის კვლავ სიტყვა ნუგეშის, გვესმის სიტყვა გამხნევების, გვესმის სიტყვა რწმენის, ამიტომ კვლავ სიტყვა გვესმის წმინდა წერილიდან გაიხარე ქრისტეს შობით. იმიტომ ქრისტეს შობით დაგვიდგა ახალი წელი და ის ამ ახალ წელშიც და მანამდეც და მომავალში მარადიულადაც ის ჩვენთან არის. მან შეგვიყვარა ჩვენ მარადიული სიყვარულით, მან იცის ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში, მას არ ძინავს, უფალი ხედავს ყველაფერს, ვინაიდან უფალი ჩვენთან არის, მაშინაც, როდესაც სირთულეები მოდის ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც ტკივილებს განვიცდით ცხოვრებაში,
როდესაც გავდივართ სხვადასხვა განსასწრებლებსაც, უფალს არაფერი ავიწყდება და უფალმა ყველაფერი იცის და გახსოვთ რომ იესოს შობით გამოცხადდა ახალი წელი, წელი შეწყალებისა. ეს იესოს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოტანილი ახალი წელი არის. ამ ახალი წლისთვის ყველა დიდება ვის ეკუთვნის, მხოლოდ უფალ და ღმერთს. ამიტომ ძვირფასნო დებო და ძმებო, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ღმერთი არ არის დაინტერესებული, რომ ვიყოთ გაჭირვებაში, განსაცდელში, არამედ ამ განსაცდელების დროსაც განვადიდოთ ჩვენი უფალი და ჩვენი ღმერთი და ვინაიდან გამარჯვებულების მოშიობით ღმერთი ამ მიწაზე ავრცელებს კეთილ სურნელებას, რომ იმ განსაცდელებშიც და იმ სირთულეებშიც ღმერთი დაინტერესებულია, რომ ჩვენ გამოვიდეთ გამარჯვებულები და არა დამარცხებულები. ამიტომაც ამბობს მოციქული პავლე წერილებში, როდესაც ის გადიოდა სხვადასხვა განსაცდელებს და ტკივილებს, ის ამბობდა მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის ძლევას გვანიჭებს ქრისტეში და ჩვენი ხელით ავრცელებს თავისი ცოდნის კეთილსურნელებას ყოველ ადგილასო. და ყოველი ახალ წელს ვინაიდან ქრისტეს კეთილსურნელება ვართ ის დახსნილთა შორისაც და დაყოფილთა შორისაც. ქრისტე იშვა და მისი შობით გამოცხადდა ახალი წელი. და ვინც მიიღო უფალი იესო ქრისტე და ირწმუნა უფლის იესო ქრისტეს სახელი, ბიბლია საღვთო წერილი გვასწავლის, მისცა ღმერთმა ხელმწიფება ღვთისშვილებად გახდომისა. აი კვლავ გვესმის სიტყვა, თუ რატომ უნდა ვიხაროდეს ახალი წელით, რომელიც მოვიდა ქრისტეს შობით. 1 იოანეს მესამე თავის 1-2 მუხლები. ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვეცა მამამ, რათა გვეწოდოს და ვიყოთ ღვთისშვილი. საყვარელო, ამიერიდან ღვთისშვილი ვართ, ოღონდ ჯერ არ გამოჟღავნებულა რანი ვიქნებით. ვიცით რომ როცა გამოჟღავნდება მისი მსგავსი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას, როგორიც არის. ვიხილავთ მას, როგორიც არის. დიდება ღმერთს ამ მადლისათვის, ქრისტეს შობისათვის და მისი შობით ახალი წლის გამოცხადებისათვის, რომელშიც ჩვენ გამოვცხადდით ღმერთის ერად, ღმერთის შვილებად, პატიებად, განკურნებულად, განთავისუფლებულად, ახალ ქმნილებად და ჩვენი სახელები ჩაიწერა სიცოცხლის წიგნში და არა ვართ მარტო ამ მიწაზეც, არამედ უფალი იესო ქრისტე არის ჩვენთან მარადის და უკუნისამდე. ამინ.